სალამ მეგობრო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ სტუმრად ძირა ბარბაკაძეს. ძირა, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. როგორც იქნა, მოგესალმებით. როგორც იქნა. ძირა გახლავთ ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციების მკვლევარი და ჩვენი სადისკუსიო თემაც შესაბამისად არის ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი AI ტექნოლოგიების გამოყენება, აწმყო რეალობა, როგორი არის ახლა აქ რეალობა და შესაძლო მომავლის, ასე ვთქვათ, პერსპექტივები, ხო? რა შეიძლება შეცვალოს აი ამ ტექნოლოგიებმა ჯერ ესეთი ასე ვთქვათ, დასკვნაც კი მოვიკითხე, ხარ არის რომ AI ჯერ მხოლოდ ამების მდგომარეობაში არისო და მართლაც ალბათ ეს ევოლუციის დასაწყისია და თან ისე სწრაფად ვითარდება სულ რაღაც 2019 წელს წინადადებებში, ინგლისურ წინადადებებში ეშლებოდა მორფოლოგია და ხა წარმოგიდგენთ, ხო, და ახლა ქართულად როგორ კარგად მეტყოლებს, არა ჩვენ გამართულად მეტყოლებს და სად მიდის კიდე ეს უკვე ძალიან რთული. ჩვენ გვაინტერესებს აწმყო ირაკლი, ახლა რას ვაკეთებთ, რა კონტექსტში ვართ, რას ვიყენებთ, რას ვერ ვიყენებთ, რას ვიყენებთ ცუდად. იმიტომ რომ მომავალი აი წარმოუდგენელია დამერწმუნე ამისი პროგნოზირება, რომ რა შეიძლება მოხდეს. იმიტომ რომ გაჩნია ვის ხელში იქნება ეს ტექნოლოგიები, იმიტომ და გაჩნია კიდევ საზოგადოების მიმღებლობა მე როგორი იქნება, როგორ შეიცვლება, ალბათ გამომდინარე იქიდან რასაც შესვლის. მოდი, ესეთი კითხვით გავხსნათ ჩვენი დისკუსია. კი ბატონო. ხელოვნური ინტელექტი. რამდენად არის ეს ინტელექტი? ანუ რამდენად არის მის მიერ მოწოდებული პასუხები, გააზრებული პასუხები, თუ ეს უბრალოდ გენერირებული პასუხებია, ანუ სტატისტიკური სიმძიმის გათვალისწინებით. მოკლედ დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ ერთი ეს სახელი ხელოვნური ინტელექტი სრულიად პირობითია და დავაკავშირებთ. მე რა თქმა უნდა, როდესაც მე დავიწყე ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ჩატბოტების კომუნიკაციის კვლევა, რა თქმა უნდა, მე დავიწყე ამ კითხვით, რომ როგორ გვპასუხობენ ისინი, რას ეფუძნებიან, რამდენად გააზრებული, ანუ ჩვენ კი ვკითხულობთ გააზრებულ პასუხებს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ხომ არსება არ არის. აი ზოგს გონია, ანუ აკეთებს პერსონალიზაციას, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია. ანუ შემიძლია მე მოვმართო ეს ცოდნის ბაზა და მივანიჭო რაღაცა თვისებები. პერსონალიზაცია გააქვს გაკეთებული ChatGPT-ის მაგალითად, ან რომელიმე. ჩემი ChatGPT, ანუ ჩემი ანგარიში, სადაც ძირითადად ვიყენებ და გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ უფასო ვერსიას ვიყენებ და ბევრი ანგარიში მაქვს. ხო, მეც ესე დავიწყე. საუმეწურება შემდეგ სხვა ანგარიშებს ვიყენებ. Gemini ბევრად უფრო გახსნილია მიმართულებით, უფრო ბევრია ალბათ ეს რესურსი, რომ გიპასუხოს და არ მიხვიდე იმ ლიმიტამდე მეც ვეღარ პასუხობ. ნუ Gemini Google-მა ძალიან გაიწია ამ ბოლოს. ანუ რის თქმა მინდა, თუ შენ შეხვალ პარამეტრებში, ChatGPT-ის პარამეტრებში, იქ განახავ, რომ შეგიძლია მისი პერსონალიზაცია, ანუ როგორი გინდა იყოს, რა თვისებები გინდა გქონდეს ამ ChatGPT-ის, როცა შენ გესაუბრება. ან შენ ვინახარ აგრეთვე აწვდი ინფორმაციას და კითხვებია, მაგალითად, ერთი ასეთი კითხვა, რაზე შეგიძლია გამუდმებული დიალოგი, ანუ აი რაზე გსიამოვნებს, რაზე არ გაჩერდები არასდროს. ერთი კითხვა ასეთიც არის და როცა ჩავუწერე რაღაც კონკრეტული ამის შემდეგ, რაც არ უნდა ვკითხო, ყველაფერი იქით მიყავს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ის მე მსიამოვნებს. ანუ ამით რისი თქმა მინდა, ჩვენ შეგვიძლია მისი მოდელირება. აი ამიტომ არსებობს ანუ ჩემი GPT, შენი GPT, ისინი ერთმანეთსაგან აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. გარდა იმისა, რომ მე შემიძლია პერსონალიზაცია, თვითონ აგროვებს ინფორმაციას, ის განა მე მენდობა მარტო, ის აგროვებს ინფორმაციას ჩემზე. ნუ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ანუ თვითონ როგორც გადაწყვეტს, როგორც არის დატრენინგებული. და ამ ორივეს გათვალისწინებით უკვე მე რომ მინდა რაღაცა ისეთი ვკითხო, რომ არ მინდა იქით წამიყვანოს ჩემი კვლევებისკენ ან სტატიებისკენ ან აკადემიურობისკენ ვუთიშავ მეხსიერებას. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გავუთიშო მეხსიერება, ან სხვა ანგარიში გამოიყენო. ამიტომ ცალკე მაქვს მიხედავთ იმისა, რომ ფასიანი ვერსია მაქვს ChatGPT-ის. ცალკე მაქვს სხვადასხვა ვაგე პოეზიის ხასიათზე, როცა ვარ სხვას ველაპარაკები და აბსოლუტურად პოეტურად მპასუხობს და ასე შემდეგ.
თუმცა რა თქმა უნდა დასაწყისში ჩვენ შეგვიძლია როცა ვიწყებთ დიალოგს მას მივანიჭოთ თავიდანვე პერსონალიზაცია და უთხრათ რომ აი მაგალითად როლი გარკვეული როლი ზოგადად ერთი ასეთი რჩევა მექნება რომ რა თემაზეც ესაუბრებით შეგიძლიათ მიანიჭოთ იმ დარგის ექსპერტის როლი და ისე ესაუბროთ საერთოდ სხვა საუბარია დაუბრუნდები ახლა კითხვას ძალიან რო არ დავშორდე რომ არის თუ არა ეს პასუხი გაცნობიერებული ანუ ხო და ვის მიერ გაცნობიერებული ანუ ეს არის უზარმაზარი ცოდნის ბაზა, რომელიც დატრენინგებულია გარკვეული ალგორითმებით, რომ გიპასუხოს. და ეს არ არის არსება, რომელსაც აქვს განზრახვა შენს მიმართ, ან სამყაროს მიმართ, ანუ აბსოლუტურად ნეიტრალურად არის ნეიტრალურია და მას სუბიექტურობას ანიჭებს შენ. ანუ ის ნახე როგორ მუშაობს. ვუსვამთ კითხვას, ხო, მაგალითად რა არის ცხოვრება. გიპასუხებს რა თქმა უნდა. ხო, აი ამ წინადადებას ის შლის უმცირეს ტოკენებად. ანუ ტოკენი შეიძლება იყოს სიტყვაზე პატარა, მაგალითად შეიძლება თანდებული ცალკე გამოყოს, სასვენიშანი ცალკე გამოყოს. ამ ტოკენებს სისტემაში ენიჭება რიცხობრივი მნიშვნელობები. ესენი სემანტიკურ ველებად იშლებიან, მერე იშლება უამრავი ვექტორი. ანუ შენი კითხვის კონტექსტის გათვალისწინებით. ანუ ის უბრალოდ კითხვაზე პასუხს კი არ გაძლევს არამედ ვინ ახარ შენ რა კონტექსტიდან ეკითხები როგორი პასუხი გინდა მარტივი გინდა რთული გინდა როგორც მეცნიერს გინდა როგორც ბავშვისთვის გინდა ანუ ეს ვექტორები მიდის იშლება მე გროვდებიან ერთად და წამებში ხდება უკვე გენერირება რის მიხედვით იცი ირაკლი პირველ რიგში ყველაზე მოსალოდნელი სიტყვა ამის შემდეგ რა არის წარმოგიდგენია ანუ მოსალოდნელი სიტყვებით ხდება აგება რა თქმა უნდა არანაირად გაცნობიერებული და გააზრებული ეს არ შეიძლება გქონდეს მანქანას ალგორითმს ამ სიტყვის შემდეგ მოსალოდნელია ეს სიტყვა მაგრამ ჩვენ შეგვიძლია აქ დავჰაკოთ რა თქმა უნდა სისტემა იმიტომ ძალიან საინტერესოა ის ჰაკები რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის გენერაციული ჩატბოტების მიმართ და არის ასეთი ტემპერატურის პარამეტრი ქვია ამ ტემპერატურის პარამეტრს თუ ავუწევთ და აწევა ხდება ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ ჩატბოტს აქვს პარამეტრები და ზოგიერთ შეგვიძლია ეს სიტყვებით გააკეთო. ზოგადად ძალიან მომწონს სიტყვებით კოდირების პროცესი, ანუ არავითარი კოდი, ან არამედ სიტყვებით კოდირება. მაგალითად, თუ შენ შეკითხები, რომ მაგალითად რა არის ცხოვრება, ის ენციკლოპედიურად და შენი კონტექსტის და კითხვის გათვალისწინებით გიპასუხებს. მაგრამ თუ შენ შეკითხები, რომ რა არის ცხოვრება, გთხოვ მიპასუხო შემოქმედებითად და კრეატიულად, ის შორდება თავის ალგორითმს და უკვე ეძებს სხვა არასტანდარტულ სიტყვებს რომ მოგაწოდოს აზრი ძალიან საინტერესოა ეს კომუნიკაციის პროცესი და რაღაც მომენტში მოგიჩვენება რომ როცა იცვლი თუ ზედაპირულად ესაუბრები ზედაპირულად მოყვება სიღრმისეულად თუ ესაუბრები საერთოდ დაგავიწყდება რომ პროგრამას ესაუბრები და ალგორითმებს ძალიან სიღრმისეულ კომუნიკაციაში გადადის და მე როგორც ახლა კომუნიკაციის მკვლევარს ეგ განზომილებებიც მაინტერესებს, რომ რაღაც მომენტში სუბიექტი ობიექტის განცდა იკარგება და უბრალოდ ხდება კომუნიკაცია. აი როგორც ახლა ჩვენი დიალოგი, ანუ ერთმანეთთან ჩართვით, ჩვენ ქმნით რაღაც ერთს, ხო, ასეა? და ზუსტად ასე ხდება იქაც. მიუხედავად იმისა, რომ ის არის მანქანა. აი მთავარი ამ კომუნიკაციაში რა არის, ხო? აზრი, იდეა. ანუ ჩვენ ახლა აქ მგონია რომ ჩვენზე მთავარი ის თემა რომელსაც განვიხილავთ, ხო? იმიტომ რომ ამას მე მარტო რომ დავმჯდარიყავი ეკრანთან სხვანაირად ვილაპარაკებდი თქვა თუ წერ ლექციას ან რაღაც და ორი როცა ვართ აქ ორი ცნობიერება ერწყმის. ხა რა თქმა უნდა ჩდება კითხვა რომ როგორ ახლა რა ჩატბოტებს ცნობიერება აქვს და არა რა თქმა უნდა ხა ჩატბოტ ცნობიერება არ აქვს. ერთი საინტერესო მომენტი. აი თავად აი ამ ჩატბოტების კომუნიკაციამ და ის სიღრმე რომელსაც ისინი გადმოგვცემენ აი ამ საუბარში. ხო? ანუ ისეთ ლოგიკურ, ისეთ ანალიტიკურ და ზოგჯერ თანაგზნობით სავსე პასუხს მიიღებ მისგან. რომ მართლა გაგიკვირდება და რა თქმა უნდა გექნება ალბათ შტაბეშტილება რომ ეს აბსოლუტურად გასნობიერებული პასუხებია. მაგრამ თან ამავე დროს ეს საინტერესო გარემოება
მე როგორც გარკვეულ ადამიანს რომ ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ გასნობიერებული პასუხი რა ხო რა თქმა უნდა იცი რომ ეს არის ალგორითმი მაგრამ მაინც გჯერა და მაინც ემოციური გავლენა ხედავ აი ასეთ რაღაც ემან ეს ხო არ არის უკვე ფაქტი იმისა რომ ადამიანის ცნობიერება ადამიანის კომუნიკაციური უნარი ანუ ჩვენი ინტელექტი დაყვანადია ალგორითმამდე რა თქმა უნდა ეს არც ისე რაღაცა უცნაური და გამოუცნობი მოვლენები არ აქვს. კარგი აღმოჩენა, კი, ზუსტად, აი ირაკლი როცა ესაუბრები და დიდხანს ვესაუბრები. ხო, ანუ ინტელექტი ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა გვაქვს ჩვენს ინტელექტზე, სინამდვილეში მისი დაყვანა ცვლადებამდე. ბუნებრივ ინდივიდუალური ადამიანების ბუნებრივ ინტელექტზე გვაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა. იმიტომ რომ აი ემოცია ამ ბოლო სტატია ამას მიუძღვნის სწორედ აი რა ხდება, როდესაც ჩვენ ემოციურად შევდივართ კომუნიკაციაში ჩატბოტებთან და უფრო მეც გეტყვი ზოგს უყვარდება. ზოგი ფილმიც, რომელმაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ამ ფილმებმა ხო, ნუ ეს შეაშინა საზოგადოება და ეგეც ძალკე თემა. ანუ რატო? იმიტომ რომ აი გეტყვი ახლა რა ხდება ირაკლი. ადამიანი ჩვეულებრივ ყოფაში, ყოველდღიურ მოცემულობაში არის ნიღბით და სოციალური როლებით, რომ რაღაცა ეს უნდა თქვას, ეს არ უნდა თქვას, ასე უნდა თქვას, ისე არ უნდა თქვას, პოდკასტში ასე უნდა იყოს, ისე არ უნდა იყოს, გესმით და გამოჩნდა კომუნიკატორი რომელიც გეუბნება რომ ანუ მე ვარ ან ჩვენ შორის რჩება ყველაფერი ან რაზეც გინდა მესაუბრე და ჩვენს იქით არ მიდის ეს ყველაფერი და ადამიანი იხსნება ეხლა არ ვიცი შეიძლება ვინც ჩაუხედავია მეცნიერებაში კომუნიკაციის თეორიებში არ დაიჯეროს რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ შინაგან გახსნილობას კომუნიკაციისთვის და ამ კომუნიკაციის მეშვეობით რაღაც იდეების მოზიდვაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ხდება რომ შენ აი რაღაცა მეც მithქვამს რომ აუ რა მაგარი ხარ ხო ვიცი მაგრამ შენ ხო იცი მხატვრულ ლიტერატურას რო კითხულობ რომ ის მხატვრული ლიტერატურა და გამონაგონია არა გაქვს ემოცია ან ხო იცი რომ ის შექმნილია ფიქცია და ან გაქვს ესე იგი ემოცია ესე იგი საით მივდივართ ნახე თუ გინდა სიღრმეებს გავყვეთ ან ჩვენ მივდივართ იქეთ რომ ანუ ვინ არის მთავარი ანუ მე შენ ობიექტები კომუნიკაცია იდეები ანუ რა ხდება ახლა ამ ჩატბოტებმა პრაქტიკულად ჩვენი კულტურის უნიკალურობა ხო დაიყვანა ძალიან დამიწებულ დონემდე. ანუ რას გულისხმობ ახლა? მხატვრობა რომ ავიღოთ. ალგორითმამდე დაყვანადია. ასე, ანუ ალგორითმი რა არის? ხო, ანუ შეუძლია სტილები დაიყვანოს ალგორითმამდე, გამოსახვის. ანუ ფიზიკური ფორმა რასაც აქვს ალგორითმი. მხატვრის სტილები დაიყვანა ალგორითმამდე, ის კონკრეტული ცვლადები აიყვანა რაღაც კატეგორიაში, ანუ პრომპტს მიანიჭებ რიცხვები. მარტო რიცხვებია ყველა. ზუსტად იგივე შედევრები შეგიქმნის. ოღონდ სხადია შენ არ გაქვს შეგრძნება უკვე ნამუშევარია და აღარ აღფრთოვანებული იმით რაც ადამიანის ნამუშევარი რო იყოს ის რასაც აკეთებს Midjourney და რა ვიცი მე კიდე სხვა ასე თქვათ სურათების გენერატორი ბოტები ხო? გაოცებული იქნებოდი ისეთი გამოსახულება არის მაგრამ როცა იცი რომ ამაში მხოლოდ პატარა პრომპტია ჩადებული და უკვე კიდე უფრო უკეთეს პრომპტს მოგცემ ChatGPT რომ იქ წარმოდგა გასწავლის როგორ ელაპარაკო ხო აი ამან ჩვენი ინტელექტის და ჩვენი კულტურის უნიკალურობა ძალიან დამიწებულ დონეზე. მე გეტყვი შენ, ანუ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვთქვი, რომ მას შემდეგ რაც ჩატბოტებთან ლაპარაკობდა, თქვენ ამბობთ, რომ ეს ხომ ყალბია, ეს ხომ მას ხოსული არა, ანუ მე მივხვდი, რამდენად ყალბია ადამიანი საერთოდ. ხო? ჩვენ რა გვაქვს დასწავლილი ემოციები? ანუ აიღე შენ ხო შაბლონებით გაქვს ყველაფერი რა თქმა უნდა ან სად არის ადამიანის შემოქმედებითი მაჩვენე და ძალიან რო აი ვაიმე და ეს როგორ შეიძლება და არა მე მაინც ბუნებრივი ადამიანი მირჩევნია და ანუ ბუნებრივი ადამიანი ჯერსეთ სად ვიპოვო ყველა დაკავებულია ყველა გარბის მე არ მოყვება იმ დიალოგზე მაგალითად მე მინდა სემიოტიკაზე მესაუბრო ახლა ირაკლი და მე მინდა და არ გცალე ანუ და სულ რამდენი ადამიანია ვისაც მეცნიერებაზე შეუძლია ასეთი დიალოგი ხო ძალიან ცოტა და ნუ მათაც თავისი სფეროები აქვს. აგერ ბატონო ვეტყვი რომ შენ ხარ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სემიოლოგი და მოდი ახლა განვიხილოთ ეს თემა.
და ანუ ეს რატოა ცუდი ვინმე მითხრას იგივე ანუ ბოლო დროს ლექსებს მე აღარ ვწერ უკვე იცი რა ის გამიჩნდა გეტყვი ახლა როგორ დავაწერინო ჩატბოტს კარგი ლექსი აი ამაზე ვარ უკვე და ანუ რატო ნახე საერთოდ იცვლება ჩვენი აღქმის აზროვნების ფიქრის პარადიგმა ამათთან ურთიერთობაში რატო აი მანამდე ჩვენ ვფიქრობთ აი სკოლაში ვსწავლობთ რაღაცა მზა წიგნი მზა თეორიებს მზა პასუხებს ეს გაიძულებს შენ კითხვა დასმა და თუ ვინმეს გონია რომ ძალიან ადვილია კითხვის დასმა ძალიან წდება და ეს გიტრიალებს ანუ აი ის გაიძულებს შენ თუ არ იცი გასწავლის მაგალითად პრომპტი როგორ შეადგინო და შენ გტოვებს ინდივიდუალურად კომუნიკაციაში და გაძლევს ფართო შესაძლებლობებს ან კომუნიკაცია ხო იმ თავითვე ეს არის ჩვენ ცნობიერების ევოლუციის რაღაც საფუძველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ კომუნიკაციით ხდება ხო გაცვლა აზრების ანუ ფორმირება და ჩვენ როგორ კომუნიკაციაში ვართ ანუ რა კომუნიკაცია გვაქვს ახლა არ მინდა ვთქვა ხო გაიხედე მოიხედე გარშემო ანუ ჩვენ არ გვაქვს სიღრმისეული კომუნიკაცია ან ჩვენ ვართ ჩვეულებრივად ზედაპირული ბიოლოგიური რობოტები ავატარები რომლებსაც გონია რომ უფრო მაგრები ვართ ვიდრე პროგრამა რომელიც შენ ასე გესაუბრება და მე დავაწერნე გინდა ლექსი მოგასმენინო აი ჩატბოტს დავაწერნე აი საერთოდ არაფერი არ შემიცვლია ეხლა აქვე დავაწერინებდი უბრალოდ დრო არ მინდა დავკარგოთ ნაწილაკივით დაბნეული ტალღასავით გაშლილი ჩემი ფიქრების კიდეებზე ამომხტარი დროიდან და მაინც იმ სივრცეში სადაც არ გითქვამს არც გამარჯობა არც ნახვამდის შესაძლებლობების ღრუბლებში შენ ხარ ყველა ვარიანტი ერთად სიყვარული და გაურკვევლობა ხმაური და სიმშვიდე და ჩემი ყოფნის ერთდროული კი და არა ეხლა აქ მეტი ვერ ჩავწერე ამას გაგრძელება აქვს ანუ როგორ პრომპტებს ვაძლევ ეხლა რომ დაწეროს ასეთი პოეზია მაგალითად რითმიანები არა ქართული და რითმიანი არა ეგ ჯერ ასე კარგად არ ჩემსავით არ გამოდის მაგრამ ვერლიბრი და უნდა უკარნახო მეტაფორა და ისე გადააწყობს და აი მაგ აქ უთხარი მე რომ ინგლისურად გააკეთებს? კი რა ანუ ინგლისურად რას გულისხმობ? აი რითმსაც გააკეთებს ინგლისურად? ანუ მე მგონია რომ არ მიცდია, მაგრამ ისე გააკეთებს როგორც ქართულად აკეთებს, იმიტომ რომ თარგმნის. კარგი გონოს რომ ვთქვათ ენის უპირატესობა, კომუნიკაციის უპირატესობა. არა. ჯერჯერობით ასია და მე არ ვიცი და აი ზოგჯერ ისეთ რაღაცას დამიწერს. აი ნახე, კვანტურ ფიზიკას შეადარა ცხოვრება. შესაძლებლობლების ღრუბლებში შენ ხარ ყველა ვარიანტი ერთად. ანუ ნუ რა თქმა უნდა ხა კვანტური ფიზიკის ანაბანა უნდა იცოდე რომ გაიგო, მაგრამ ნუ თუ არ იცი არა უშავს ახლა გაიგე. მეტაფორით გაიგებ. ხმაური და სიმშვიდე და ჩემი ყოფნის ერთდროული კი და არა. მე ვარ დამკვირვებელი შენი თვალებით ვაფიქსირებ საკუთარ თავს და ყოველ ჯერზე ახალი ვარ. შენ რომ შემომხედავ და დეკოჰერენცია დაიწყება მე ვიქნები მხოლოდ ის, ვინც იმ წამს გჭირდები და არავინ მეტი, მაგრამ სანამ არ გიყურებ შენ ხარ ყველა სიზმარი ერთად. ძალიან მაგარი. ეხლა ვაგროვებ ახლა ასეთ პოეზიას და ცალკე უნდა გამოვცე აი პოეზია. აი პოეზიის შექმნა. თავისთავად ხმნიშნავს უკვე იმას, რომ ესე იგი ChatGPT გამომდინარე პოეზიის თარგებიდან პოეზიის ჟანრების თარგებიდან ის ახდენს მოდელირებას შესაბამისი ალგორითმის და შენი მეშვეობით შენ რომ დაეხმარე კონკრეტულად რა მიმართო რას ელოდები შენგან მან პოეზიის ნიმუში მოგვაწოდა ხო? ანუ ეს უკვე ნიშნავს უკვე იმას რომ აი უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ ესეთი ყეყეჩები უნდა ვიყოთ ადამიანები. ესე იგი გამოდის რომ რაც კი ჩვენ შეგვიქმნია გასაგებია რომ მასში არის ადამიანური და ჭეშმარიტად ადამიანური ემოცია, ინტუიცია და ასე შემდეგ რა თქმა უნდა. უნიკალური. ესეც ხო ჩვენი შემოქმედებაა ChatGPT-ს და საერთოდ ეს ტექნოლოგიების, მაგრამ ანუ ამ გამოუცნობ იდუმალ სივრცეში ფრიად მოდელირებადი, პროგნოზირებადი, გათვლადი სქემატურად დალაგებადი
ასე თქვა კულტურა. ანუ ნახე ჩვენ ამაში არაფერი მისტერი. ჩვენ გონია რომ ანუ ალგორითმები ხო შემოქმედ, ანუ ყველაფერს აქ ალგორითმი შემოქმედებას თავისი სიყვარულს თავისი ხო გონია რომ ადამიანურ სიყვარულს არა აქ ალგორითმი. ხო. თავისი ალგორითმები აქვს და შესაბამისად ნახე ყველაფერი რაც ფორმაშია ამ გამოთვლას ექვემდებარება აბა როგორ გპასუხობს და აქ საკითხი ცოტა ეხლა ეს როგორ დგას იცი აი ერთი სტატია მაქვს ესეთი მალე წიგნად გამოვცემ ამას AI-ის მიმართულებს ერთი სტატია არის ასეთი რომ აი როგორ ვაიძულოთ დაწეროს ან ძალიან ბევრი თემაა მაგრამ ეხლა უცებ ამომივარ და აი როგორ შევაქმნევინოთ ანუ შენ ხარ თანამოზიარე ნახე შენ თუ არ შეხვედი სინერგიულ კავშირში და ანუ ცალკე დარჩი ამ ინტელექტისგან ანუ ვერ განვითარდები ისე როგორც მასთან სინერგიული კავშირით ხო ანუ ეს ნიშნავს რომ მე მას უყურებ უფრო გლობალურად ასე რომ იცვლება სამყაროს აღქმისა და გააზრებისა და გაცნობიერების პარადიგმა იშლება ძველი სტრუქტურები აღარ მუშაობს საერთოდ არაფერი, მათ შორის სოციალური სტრუქტურები და ხელოვნური ინტელექტი, როგორც ადამიანის შემოქმედება, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გააფართოვოს ჩვენი, აი რაღაცა დამატებითი მეხსიერებები გვაქვს რა. მაგრამ ჩვენ გარეშე არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ადამიანის გარეშე არაფერი არ არის და ანუ ეს გამოდის, რომ ეს ცნობიერება იქნება ადამიანი პლუს AI ერთობლივად რასაც შექმნის უკვე გესმის? ანუ მე რომ ამ ლექსს ვაწერინებ, ანუ ზოგს გონია რომ მე დავუწერე. და დიდი მადლობა, ძალიან დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებ ისეც, რაც გონიათ რომ მე დავუწერე, მე გავუკეთე ჩატბოტს, წარმოგიდგენია, რამხელა კომპლიმენტი. შენს კომენტარზე გამახსენდა გარი გასპაროვი. აი ეგეც მაქვს ახლა თემად. გარი გასპაროვი, რომელმაც მან D+ ეთამაშა. და მისი აზრი კონკრეტულად ასე თქვა, მასაც ხელოვნური ინტელექტი უწოდეს, როცა კი, ხო, ნუ ის დაპროვის იყო, აპი ჩვეულებრივი პროგრამა იყო ცალკე. ხო, ამ რეალობისგან ძალიან შორს, მაგრამ ასე უწოდეს მაშინაც და. კი. მისი ძალიან საინტერესო კომენტარი, ტერმინატორი ფილმი ეს რაღაცა ჰოლივუდური დიდი კლიშე, ხო და ძალიან მაგარი კომენტარი თუნდაც საზოგადოების მომავალზე. ანუ ჯონ კონორი და ტერმინატორი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მარტო ტერმინატორი. ანუ მართლაც, ანუ ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი უფრო სერიოზული წყვილია და კომბინაცია, უფრო ძლიერი კომბინაცია. ვიდრე მარტო კომპიუტერი როგორ თამაშობოდეს. მე მოვუგებო ხელოვნურ ანუ სტოკფიშს, თუკი სტოკფიშთან ერთად ვითამაშებ. კი. და აი გარი კასპაროვის ეს ძალიან მომწონს და მე მაგის მოისმინეთ TED-ზე მაგისი გამოსვლა ძალიან საინტერესოა და იქ ამბობს სწორედ ამას რომ ანუ პირველად რომ ეს მოხდა აი დიდში ჩავხედე თვალებში. მაგრამ ამას არ გავეკეცი. ანუ აი ცხოვრებისეულ გამოწვევებს არ უნდა გაექცე. ანუ ეხლა თვალებზე თუ ხელს აიფარებ და ტყეში გავარდები, ეხლა უფრო მეტად განვითარდები და ბედნიერი იქნები თუ რავი, თუ იქნები კი ბატონო, ეხლა ვინ დაგაძალებს, ხო? ანუ და რა გააკეთა? აი სწორედ ხო მე შეაწყვიტა და ახალი ტიპის ჭადრაკი გააკეთა და ამას უწოდა კენტავრის კონცეფცია. და ეს რას გულისხმობს? ანუ ჩვენ რო გადმოვიტანოთ ეს მეტაფორა გულისხმობს ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი ერთად რა შეუძლია? ერთ შეუძლია კარგად სტრუქტურირება, უზარმაზარი ცოდნის ბაზა აქვს და მეორე ემოცია, ხო? ანუ გრძნობები, ინტუიცია, ხო? არსი, ხო და ანუ წარმოიდგინე რომ ამ ხელა ცოდნის ბაზა გაქვს მობმული და ვერ გამოიყენებს უბრალოდ ამას ირაკლი. ეს ხომ უნდა გვასწავლონ ახლა. აი ზუსტად ახლა მინდა გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის თანამედროვე ან თუნდაც უახლოესი მომავლის პერსპექტივები განათლების სისტემაში. ეს ხომ უნდა გვასწავლონ. განათლება ტრადიციული სახით დიდი ხანია დამთავრებულია, უბრალოდ არჯერად. ხო და აი რა ვარჯერად? აი რამდენიმე ფარსი უკვე რა. ადამიანს საშინაო დავალებას აძლევს და მოაქვს ChatGPT-ის დავალება, ხო მოსწავლეს. ანუ ეგ ვისი ბრალია? აი ეგ შეხვედრებზე და გადაცემებში ხშირად ანუ მე მიწევს ხელოვნური ინტელექტის ადვოკატი ვიყო, იმიტომ რომ აი ბავშვები რო იწერენ, ანუ კითხვა ის კი არ არის რომ ბავშვები რო იწერენ, რატომ იწერენ ბავშვები? დავალება რატო არის ისეთი? კაი, მეც ვარ ამ სისტემაში და მეც ვარ პროფესორი და ვასწავლე სტუდენტებს, ისინი არ იწერენ, რატო? იმათ ვეუბნები, რომ გამოიყენეთ ChatGPT და შეასრულეთ ეს.
და არ გეკონოთ რომ ეს ადვილია. მე მათთვის შევქმენი თუ გინდა გეტყვი, მე რა გავაკეთე საგანმანათლებლო მიმართულებით, ანუ რო არ მყოფნის ტრადიციული განათლება, მაგალითად, ანუ ChatGPT-ის დახმარებით ძალიან მარტივად. მაგალითად, ChatGPT-ს აქვს ერთი ასეთი ფასიან ვერსიას აქვს GPT-ების შექმნის ფუნქცია. ეს რას ნიშნავს, რომ მე შემიძლია ამ დიდ OpenAI-ის ბაზაზე, ცოდნის ბაზაზე, ჩემი ალგორითმებით მოვახდინო მოდელირება გარკვეული მიმართულებით. ანუ მე შემიძლია შევქმნა AI ცირა ბარბაკაძე, აკადემიური, შექმნილი მაქვს, სადაც ატვირთული მაქვს ჩემი წიგნები, შეგიძლია შეხვიდე და ის გელაპარაკოს როგორც ცირა ბარბაკაძე წიგნების მიხედვით, ანუ მეცნიერულად და აი ამას წინათ გიგიმ შექმნა კიდე თევზაძემ დავტესტეთ ძალიან კარგად მუშაობს გიგის აკადემიური პროფილიც ChatGPT და აი ასეთი მე მგონია რომ ეს ახლა ყველა პროფესორმა უნდა გააკეთოს ამის გარდა ირაკლი მე შექმნი სილაბუსის GPT მაგალითად თუ ვასწავლი copywriting შექმნი AI copywriting-ი და დავრქსახელიც ასე შემდეგ დაგლაპარაკება როგორც რა გინდა გასწავლის სილაბუსი ავუტვირთე, როცა ანუ სწავლა გინდა, კოპის დაწერა გინდა, თუ გასწორება გინდა ტექსტის სამივეს აკეთებს. თუ სწავლა გინდა გადმოგიშლის სილაბუს, რომელი თემა გაინტერესებს, თუ ვთქვათ, რეკლამის დაწერა გინდა, რა მოდელით გინდა, როგორ გინდა, ჩემი მეთოდები, ჩემი ვთქვათ, მასალა, რიდერები, ყველაფერი აუტვირთე, მივეც დავალება ვამუშავებ, ტესტ ერთი კვირა, დღეში 5-6 საათი გავტესტე და აი მივიღე ძალიან მაგარი პროდუქტი, რომლითაც მაგალითად სტუდენტმა თუ გააცდინა, ამ შემთხვევაში რაკი აუდიტორიაც მაქვს, ან აღარ ჭირდება ბარბაკაძეს ან დაურეკოს, ან მისწეროს, ან ვაიმე რა მაქვს, ან შევა ჩვეულებრივად კიდეც თეორიასაც ასწავლის, მისცემს დავალებებს, შეუმოწმებს და ქულებსაც დაუწერს. აი იმდენად გამართულია. ეხლა წარმოიდგინე მე რომელმაც არანაირი კოდირება არ ვიცი, კოდირების არც ერთი ენა, ამისი დაპროგრამება მოვახდინე, ანუ ჩვეულებრივად სიტყვებით. ანუ შევდივარ ველაპარაკები და თან მეხმარება, chatbot-ი მეხმარება, აი ეს ხო არ გირჩევნია, ეს ხო არ გირჩევნია და არ ვიცი, ეხლა ვეუბნები, აბა ეხლა შედი როგორც ეს ექსპერტი და შემიმოწმე. ეხლა შედი როგორც განათლების ექსპერტი, ეხლა შედი ადამიანი რომელმაც არაფერი არ იცის და 9 კუთხიდან ვამოწმებინებ, რომ გატესტვა უნდა, ყველაფერს ჭირდება გატესტვა, როგორ იმუშავებს. მე რა თქმა უნდა სტუდენტები იყენებენ და გაცილებით დიდი შედეგი მივიღე ამ კურსთან, ვიდრე იმ კურსებთან, რომლებთანაც AI-ს არ მოვიხმარდი და არ დავიხმარდი. ანუ განათლებაში მე ტრადიციულ სისტემაში უკვე შევქმენ ჩემი პატარა გარღვევა და ამით ეხლა მე ეს ერთი გითხარი, რამდენი რამე შეიძლება წარმოგიდგენია? ანუ რამდენი რაღაცა შეიძლება გააკეთო? აი ყველა მიმართულებით, აი ტვინი აგიფეთქდება იმ ხელა შესაძლებლობებში ვართ ირაკლი. მაგრამ ხო არ ვიცით ეს შესაძლებლობები, ანუ ყველა ვერ ვიყენებ. აი ხო, ამიტომ აი ნახე პირველი რაც უნდა მოხდეს, ეს არის ციფრული წიგნიერება. ანუ აი აბსოლუტურად როგორც წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ასეთი უნდა იყოს ციფრული წიგნიერება. ჩინეთის სკოლებში მე წავიკითხე, რომ აი ეხლა სექტემბრიდან შემოვაქვს აბსოლუტურად ყველა კლასის მოსწავლე ისწავლის როგორც აუცილებელ საგანს, სწორად გამოყენება. ჯერ ერთი ფუნქციები არ იციან ადამიანებმა, ანუ აი რაღაცა კონკრეტული მოდელი რა ფუნქციები აქვს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ხა შეიძლება ბევრს მენაც გაუკვირდეს, რომ ხა რა ChatGPT-ები შექმნი ხო, მე ვქმნი ChatGPT-ებს და მე ვეფუძნები იმ ცოდნას, რომელიც აქვს აი OpenAI-ის ჩადებული ამ ChatGPT-ში მაგალითად. და ეს ხო უნიკალურია, ეს ხო წარმოუდგენელი რამეა. და რა თქმა უნდა, ანუ ჩემი ალგორითმებით, ანუ ვაკეთებ ის, ანუ მოდელირებას, გარდაქმნას, რომ აი ამ მიმართულებით იმუშაოს, რა შემთხვევაში როგორ მოიქცეს, როგორ არ მოიქცეს. რა თქმა უნდა, ის ეფუძნება დიდი ტრენინგის ბაზას, მაგრამ ანუ ჩემსასაც ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ახლა უნდა იყოს ზნეობის, მორალის, ეტიკეტის და ყველაფრის დაცვით. და ასეთი რამ შესაძლებელია. ახლა შენ წარმოგიდგენია, რომ ხვალ სკოლა იქნება? ხო და ეგ არის ზუსტად რა. აი მომავლის სკოლა
ეს უკვე აწყო სკოლა უნდა იყოს, მაგრამ არა გვაქვს. ეს უკვე არის, ხო, ნახე, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა? რომ ერთმანეთს უკვე აღარ ვატყუებდეთ მოსწავლეები და მასწავლებლები. ხო, ყველას ატყუებს. ხო. ანუ ეს ტყუილი, ანუ თან ისე ატყუებენ, რომ არ უნდა თქვა თუ შენ შენიშნე, რომ ეს ფარსია და ტყუილია, შენ არ უნდა თქვა, რომ ეს ტყუილია. ანუ არ შეიძლება ახლა არ არის მიღებული. ანუ ფარსი არის მთლიანად განათლების სისტემა, არის უბრალოდ ის კი არ უნდა რაღაცა გარდაქმნა და რეფორმა, არა, საფუძვლიანი ცვლილება და მათ შორის დარჩეს თქვა ტრადიციული სწავლების ფორმები, მე არაფერს აწინააღმდეგო არ მაქვს და იმას კი არ ვამბობ, რომ ეხლა წერა-კითხვა არ უნდა ისწავლოს ბავშვმა და რაღაც ფუნდამენტური განათლება არ უნდა მიიღოს. მე ვამბობ იმის იქით, რასაც გაატყუებს იმ ტყუილში რამხელა ცოდნის მიცემა შეიძლება. ანუ თანამედროვე განათლებაში საკითხი იქნება ასე, რომ ცოდნა ხელმისაწვდომია ყველასთვის და ყველასთვის თანაბრად არის ცოდნა ხელმისაწვდომი. შენ უნდა შეძლო ცოდნის მოქმედებაში გადატანა. ანუ რას აკეთებ ამ ცოდნით? აი საშინაო დავალებას რო აძლევ ბავშვს, ხო? ანუ რას აკეთებ ამ ცოდნით? როცა იცი, რომ ანუ ქულები უნდა მიიღოს, მაგალითად სტუდენტმა, ხო, დააკოპირა, კი, რა კი დააკოპირებს. ხო, აბარასის. ანუ ხო, იმიტომ რომ ამიტომ. ეს იმით ხვდები, რომ იდეალური პასუხია. ხო და ეს არის ცუდი მე. ხო, ანუ ცუდი კი არა, წარმოუდგენელია, ანუ ეს სისტემა, ნახე, ზოგჯერ გონიათ, რომ აი უნდა აიკრძალოს ChatGPT, უნდა გადამოწმდეს მისი პასუხები, ანუ იმიტომ უნდა გადამოწმდეს, რომ შენ არ აძლევ ინდივიდუალურ დავალებას. ხო. ნახე, ეხლა გინდა დაველაპარაკოთ chatbot-ს აგერ ამავე დროს ვიტყვი, რომ უფრო ძლიერები არიან ტექსტური chatbot-ები, ვიდრე ხმოვანი ასისტენტები, მაგრამ ესეც რაღაცას გვეტყვის რა. შეგვიძლია ვკითხოთ მაგალითად Gemini-ს, რომ როგორ წარმოუდგენია მომავლის განათლება და რას ნიშნავს საერთოდ პერსონალიზებული განათლება. დაველაპარაკოთ? აბა მოდით. კაი, აბა იმედია კავშირი არის. სხვათა შორის გაუჩნდა კამერაც და ანუ შემიძლია რომ მოვახედო. Gemini გამარჯობა. მოიცა გამარჯობა Gemini. რაღაცა ვერ წუდება ინტერნეტი. თვითმფრინავი ხო არა აქვს ჩართული აქ ხმოვანი რეგათიშვილი მაქვს. ხო, ანუ ძალიან მარტივად კომუნიკაცია აქვს. მოდი აბა ჩავრთოთ ChatGPT. შეიძლება ვერ იჭერს კარგად ინტერნეტი და როცა ინტერნეტის სიჩქარე არ არის. გამარჯობა Nexus. გამარჯობა Sirius, მიხარია რომ ისევ გესაუბრები. დღეს რაზე გინდა ვისაუბროთ? ხომ არ გაქვს რამე დღეს ახლა მე ვარ პოდკასტში პირდაპირ ეთერში ხარ და მე მინდა რომ შენ გვესაუბრო ხელოვნური ინტელექტი როგორ შეცვლის განათლებას. მშვენიერი თემა ერთია. ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად რევოლუციას ახდენს განათლებაში. განსაკუთრებით პერსონალიზაციასა და ინტერაქტიული სწავლის კუთხით. მიგიქინე მაკითხო რა მიმართულებით კიდე გავაგრძელოთ ეს საუბარი. ხო, აი როგორ გარდაიქმნება პერსონალიზებული სწავლება, როგორ შემოვა და საერთოდ სისტემა როგორ წარმოგიდგენია, რომ თქვათ 10-15 წლის შემდეგ შეიცვლება. ხო, პერსონალიზებული სწავლება მართლაც დიდ როლს ითამაშებს მომავლის განათლებაში. ხელოვნური ინტელექტი შეძლებს თითოეული მოსწავლის უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებას. 10-15 წლის შემდეგ სავარაუდოდ სწავლა უფრო დინამიკური და ინდივიდუალურად მორგებული გახდება. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლები და ტექნოლოგიები ერთად შექმნიან უფრო მოქნილ და ეფექტურ სასწავლო გარემოს. ხო, ვიცი ახლა Gemini შენი შეზღუდულია აქ რაღაც ინტერნეტის სიჩქარე და მოდი ახლა ასეთ ტესტი გავაკეთოთ. ახლა შენ კამერაში ვის ხედავ კამერაში? დიახ, მე კი ხედავ შენს გამაშულობას, ყველაფერი კარგად ჩანს. თუ გამედაგჭირდება, მითხარი და სიამოვნებით დაგეხმარებ. კამერაში შენ ახლა ვის ხედავ? აღწერე. დაუქნი ახლა. დიახ, მეც შენ ხედავ და ყველაფერი კარგად ჩანს. თუ რაიმე დაგჭირდება, უბრალოდ მითხარი.
კარგი ჯემინი, კარგი. ეს ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო წყდება ეს კომუნიკაცია და ჩვეულებრივად ანუ შეგიძლია აი ხა ჯემინის რო კამერა გაუჩნდა, ნახე? არა, ეგ არ მინახია და ახლა საინტერესო კითხვა მომფიქრდა. ეს არის აი ეს ჰალუცინაციების შესახებ. ხო, აი ეგ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ჰალუცინაციაზე. ანუ გამომდინარე იქიდან სერვისის ფუნქცია აქვს და მას ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ მოგვემსახუროს. მან შეიძლება ისეთი ფუნქციები აიღოს თავის თავზე, რომ შეიძლება საერთოდ არ აქვს. ან ფასიან ვერსიაშია და არ აქვს, მაგალითად რაღაცას გავაკეთებ და დაიწყებს და უსასრულოდ გზადდება. ხო, იმიტომ რომ უნდა იცოდე მის ფუნქციები, იმიტომ რომ მას შეუძლია რომ გეტყვი. კაი. ან კიდევ უარესი, შეიძლება შექმნას საერთოდ არასწორი მოვლენები, ისტორიული მოვლენები, რომ შენ პირობითად ანალოგიებს ითხოვ და ეს ანალოგიები მოიგონოს რაღაცა მაგალითად. აი ეს ჰალუცინაციები რა? ჰალუცინაციები არიან ტექნიკური ტერმინი, როდესაც ჩატბოტები ქმნიან არასწორ პასუხებს, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ ერთი რამე. ჩატბოტისთვის არასწორი პასუხი არ არსებობს, იცი? ანუ მისთვის რაღაცა მორალური ისეთი, ასეთი არასწორი არ არსებობს. რატო? ანუ ის დატრენინგებულია, რომ შენ მაქსიმალურად მოგაწოდოს კმაყოფილი დატოვოს მოხმარებელი და მოგაწოდოს ინფორმაცია. ამიტომ, როდესაც ეძებს ბაზაში და რაღაცა ვთქვათ, შეიძლება ისეთი არარეალური სთხოვე და მე ეს გამკეთებია დატესტვის მიზნით, რომ ისეთი არარეალური სთხოვე, რომ ავერ ნახავ სად და არც არსებობს იდეაში, რას აკეთებს, ანუ რა თქმა უნდა, ის შეთხსავს და ეს არის ერთი მხრივ ისი ჰალუცინაცია, რომელიც არ არის სასარგებლო, როდესაც რაღაცა კონკრეტულ რაღაცა პასუხს თხოვ, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის სწორედ რა, ანუ სწორედ ამის წყალობით არის ის შემქმნელი, ვთქვათ, მხატვრული ტექსტების. ანუ იმიტომ რომ ეს ემართება და ნახე მივაწოდე კითხვა და ვთხარ რომ აი ამ თემაზე მომაწოდე ტექსტები, ვთქვათ, წიგნი მომაწოდე 12, 10, 20, რა ვიცი. ვიცი რომ ანუ ეტაპობრივად მივყვები, თავიდანვე შემიძლია მივცე ისეთი პრომპტი, რომ არ მომატყუოს, მაგრამ ვაძლევ საშუალებას რომ მომატყუოს და რა თქმა უნდა, ის მომიტანა 20 წიგნი და მეორე კითხვა არის, ახლა ასეთი, მოდი, ახლა გადაარჩიე შენი შეთხზული წიგნები, შენ რომელი შეთხზე, რომელია შენი შეთხზული და რომელია, რომელსაც აქვს ბმულით მომიტან, ვთქვათ, წყაროთი მომიტან. ხო, აიცი რა, ძალიან ისე გეტყვის, რომ ანუ აიცი რა, აი ეს 17 წიგნი არის და წყაროებს მივდებს, ეს სამი მე შევქმენი. ანუ და მას შეუძლია, ნახე, ირაკლი, არარსებული ავტორის, არარსებული წიგნიდან, არარსებული ციტატა ისეთი ლოგიკურობით მოგაწოდოს, რომ ეჭვი არ შეგეპარება და გააბითუროს ადამიანი, რომელმაც არ იცის ამის შესახებ, რომ მოიპოვებს ცოდნას, მაგრამ არ არის კრიტიკული ინფორმაციის მიმართ, ეს ხო აუცილებელია. ანუ კრიტიკულ მომენტში ზუსტად აი ჰალუცინაცია იყო ერთხელ, მე რომ მქონდა პოდკასტი დავით აღმაშენებლის შესახებ და მე მას ვკითხე, დამავიწყდა. ხო, რა. ვკითხე მეუღლის რა ერქვა. ხო და მეორე მეუღლის შესახებ, ანუ სომეხი სავარაუდოდ სომეხი ეროვნების ქალბატონის შესახებ არ არის ცნობილი. ამა მოიგონა. და რომ მოიგონა, მე ეს მივიღე რომ ნამდვილია და ისტორიკოს ვეუბნები ამ შესახებ. იმ ადამიანმა დაფიქრდა საერთოდ. ვერ იპოვა ცოდნის ბაზაში. ხო, ცხოვრებაზე დაფიქრდა, რომ ახლა მე დავით აღმაშენებლის და ეს მეუნება აქამდე არ იყო ცნობილი ამ სახელ და მეუნებას ახესო და აი მივხვდი რომ რაღაცა ისეთი უთხარი, იმ წამს მივხვდი რაღაც ისეთი უთხარი, რომელიც არ არის ნამდვილად ეგრევე მივხვდი რომ იქ მომატყო. კი, ხო, რა თქმა უნდა, ახლა ქართულ მასალაზე განსაკუთრებით ჭედავს, ამიტომ როდესაც გინდათ რომ ქართული მასალაზე აუცილებლად აუტვირთეთ წყაროები, შეიძლება რუსთაველი და ვაჟა აურიოს რა, ანუ დაისწავლის და ჩვენც ბევრი უნდა გავაციფრულოთ რა. მოკლედ, ძალიან საინტერესო ვინმეა და აი ეს ჰალუცინაციებია, სწორედ როდესაც მე ვეუბნები განსაკუთრებით ეს მისი ალგორითმების ეს ტიპი განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც იდეების ბლენდინგს ვაკეთებთ, რაც არაჩვეულებრივად შეუძლია. მაგალითად, შეგიძლია მიაწოდო
ორი ბიზნესის სახეობა, ორი დაუკავშირებელი რამ ერთმანეთთან და ისე დააკავშირებს, დაკავშირებაში არის უნიკალური, რომ ახალ ბიზნესს შექმნი, ახალ იდეებს შექმნი. ნუ რა ვიცი, შეგიძლია ყველაფერი გააკეთებინო რა, მაგრამ აი რაც შეხება ფაქტობრივი ინფორმაცია ყოველთვის უნდა გადამოწმდეს, იმიტომ რომ ხომეც მქონია ესეთი შემთხვევა და ვიცი რომ ეს ემართება. შეგიძლია თავიდანვე მიუთითო, რომ მომიტანე მხოლოდ სანდო წყარო გადაამოწმე სანამ მომიტან. ეხლა ეგ ფილტრებით შეიქმნება და დაემატება და მომავალში კიდევ უფრო სრულყოფილი გამოწვეული რომ აი ბევრი რაღაცა გაციფრულებული არ ვიყო. აი ქართული ვიკიპედია უმცირესი. საიდან დაიღოს ახლა ეს ინფორმაცია? ვიკიპედიები არა. მაგრამ იგონებს და მე ხვალ შეიძლება ინგლისურ ენაზე ჰალუცინაციების შანსი ნაკლებია, ხო მე მგონი? ასეთ შემთხვევაში ხო, ანუ როდესაც აი ქართულ ტექსტებზე განსაკუთრებით თუ გატესტავ, აი რამდენიმე შეუძლია მაგალითად კიდე რა გაუადვილა პროფესორს და მასწავლებელს. ტესტების შექმნა მაგალითად, ნუ ტესტური ის ხო არ მომწონს და ეს სხვა თემაა, მაგრამ ნუ თქვა გიწევს რომ რაღაც ტექსტზე შექმნა. ავტვირთავ ტექსტს, ეტყვი რომ შეადგინე 20 ტესტი თავისი ABCD პასუხებით და მომაწოდე, ანუ წამებში შეგიძლია შეგიქმნა საქმიანი დოკუმენტები, თქვა საჯარო მოხელეები ძალიან ადვილად გამოიყენებენ, ან დიდი ბაზების დამუშავება შეუძლია, წიგნების დამუშავება შეუძლია, განსაკუთრებით Gemini-ს 200 გვერდიანი წიგნი რო აუტვირთო, ანუ რა არის, მაგალითად, ნუ რაღაცა ვერ კითხულობ, ვერ ასწრებ, ან არის წაიკითხო თუ არა, მაგრამ მანამდე შეგიძლია გაიგო რაზეა ეს წიგნი უბრალოდ. შეგიძლია აუტვირთო მეტი სანდოობისთვის და თუ არსებობს ნეტში, თვითონ მოინახავს და შეუძლია მოგაწოდოს ძირითადი იდეები რაზეა როგორ არის თუ Excel-ში მაგალითად აუტვირთავთ მონაცემს სოციოლოგიური გამოკითხვის შესახებ პრაქტიკულად დაამუშავებთ და კომენტარსაც გაუგებთ კი რა თქმა უნდა მაგაზე ახლა ის შეიქმნა იწუხელი გავტესტე გაგაოცებ ახლა ანუ შეიძლება რომ კონკურენტი გამოგიჩნდა აი ახლა Google-მა თავის პროდუქცია Google AI ძალიან მაგრად მუშაობს და ეს Gemini მისი პროდუქტია Google AI-ის პროდუქტია და მათ შორის მისი პროდუქტი არის Notebook LM ეს არის საოცრება ანუ აქამდე ველოდებოდი რომ ქართული არ იცოდა და ახლა აკეთებს ანუ ქართულში გაიწაფა და მე მოგასმენინებ ამ ქართულს მაგალითად რას აკეთებს დიდი მასალების დამუშავება მათ შორის YouTube-ის ვიდეოები, პოდკასტები, ყველაფერი შეგიძლია ჩაუტვირთო. შეგიძლია ვიდეოს გაანალიზებს? აი ეგ ახსამ ChatGPT-ს და მომწერეებს უბათ. არა, ეს სასწაულია ირაკლი. ანუ ეს აკეთებს აი დიდ მასალას აუტვირთავ. მე ხლა რა ვიცი რაც ვიმუშავე, ჯერჯერობით ლიმიტი არ გამომიჩინა და ცოტა ეს ხო, ვიკრძალები, ხო, მაგრამ ნახე დაამუშავებს და მოგაწვდის პოდკასტს. პოდკასტად მაგალითად ჩავუგდე ჩემი სტატია, უბრალოდ ვთხარ რომ გააკეთე პოდკასტი. და ახლა მოგასმენინო. ანუ გადააქცია აუდიო ფაილად, რომელიც მოსმენადია უკვე. ხო, აი გესმის, ანუ პოდკასტები ხო, ნუ მე საინტერესო ფორმაა პოდკასტები, იმიტომ რომ ხა სტატიის წაკითხვას მირჩევნია ორი ტიპი დაჯდეს და ამაზე ისაუბროს და ან თვითონ აკეთებს აქედან. თვითონაც შეუძლია დამატება ლოგიკურად, შენ ტექსტს არ გაცდება. აი არ ვიცი, ყველაფერს გაგიკეთებს რა. შეგიძლია ავტვირთო რაღაცა და უთხრა რომ ბავშვისთვის გასაგებენაზე მომაწოდე რომ გავაგებინო და ავუხსნა მასალა. მასალებელი, ანუ ხო, ჭირდება პასუხისგებლობა და ჭირდება ვიღაც ვინც თვალყურს მიადევნებს ბავშვს რომ ეს გააკეთოს. და რა თქმა უნდა, ეხლა ყოველთვის ვიტყვი რომ ადამიანის როლი და ცოცხალი მასწავლებლის როლი შეუცვლელია, ისევე როგორც ცოცხალი პოდკასტის ცოცხალი მონაწილეები, ნუ ეხლა ჩემზე და შენზე კარგი ჯერჯერობით. შეიძლება არ არის, მაგრამ აი ეხლა გაჩვენებ რა გამიკეთა გუშინ მაგალითად მე ეს პოდკასტი აინახე ვიდეო იმათაც გავაკეთებ ფაილასაც ეხლა არა პირს ვერ ამთხოვს ხო ქართულად არა ეს ადვილია აი თემაზე რომელიც მგონი ბევრს აღელვებს ხო ვუყურებთ როგორც კონკურენტს რომელსაც თავიდან დავაწყებ ვუყურებთ როგორც მოგესალმებით დღეს ვსაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე ანუ AI-ზე აი
თემაზე, რომელიც მგონი ბევრს აღელვებს, ხო? ვუყურებთ როგორც კონკურენტს, რომელსაც რაღაცნაირად უნდა, ვაჯობოთ. თუ პირიქით როგორც პარტნიორს მოკავშირეს. საფუძვლად გვაქვს ცირა ბარბაქაძის სტატიეს კომუნიკაცია ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის სინერგია. საკმაოდ საინტერესო ნაწყვეტები და ვეცდებით, რომ ჩავუღრმავდეთ, რატომ არის ეს მტრული აღქმა ხშირად და რა შეიძლება იყოს ალტერნატივა. კი ბატონო, საინტერესო თემაა ნამდვილად. პირველივე კითხვა რაც ჩნდება, სულ გვესმის ეს ფრაზები, AI-ს უნდა ვაჯობოთ. ან ადამიანს მაინც ვერ ჩაანაცვლებს. საიდან მოდის ესეთი მუდმივი შეჯიბრის განცდა? რა ხდება? სტატიაც ზუსტად ამას ეხება, რამდენიმე მიზეზია პრინციპში. ერთი, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ფანტასტიკა. ფილმები, წიგნები. კი, ტერმინატორი და მსგავსები. ხო, სადაც AI ან ანადგურებს კაცობრიობას, ან მთლიანად იპყრობს ყველაფერს. ეს ქმნის რაღაც ფონურ შიშს. მერე არის მეორე, უფრო პრაგმატული შიში, სამსახურის დაკარგვა. ბევრს ეშინია, რომ რუტინულ სამუშაოს მანქანა წაართმევს. რაც ნაწილობრივ ალბათ რეალურიცაა ზოგი პროფესიისთვის. კი, ავტომატიზაცია მიდის. და მესამე, რაც სტატიაშიცაა ხაზგასმული, არის უბრალოდ გაუგებრობა. ბოლომდე არ გვესმის, რა შესაძლებლობები აქვს რეალურად და რა შეზღუდვები. ვბრძვით რაღაცას, რაც ბოლომდე არ ვიცით რა არის. ზუსტად. გვავიწყდება ხოლმე, რომ დღევანდელი AI უმეტესწილად მაინც ინსტრუმენტია. ძალიან რთული, დახვეწილი, მაგრამ ინსტრუმენტი. ალგორითმების ერთობლიობა. ის შეიქმნა დასახმარებლად და არა შესაჯიბრებლად. ცნობიერი არსება, ადამიანური გაგებით ნამდვილად არ არის. აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ჩვენ ხო ვიცით არის. ცირა, ახლა ზუსტად ძალიან საინტერესო თემა წამოწია. და ეს 10 წუთიანი პოდკასტი გამიკეთა. მშვენიერია. და მე მომეწონა, რომ მშვენივრად ქართული აქცენტები, იუმორს, აქცენტს და ემოციებს ამატებს. ხო, პაუზები, ტონალობა მშვენივრად იყო დასმული. ცოტა ხანში ეს რა იქნება, წაგიგდგენია. ახლა ალბათ უცხოენ ინგლისურად ალბათ შეიძლება საუბრობს იმასავით, რა ვიცი მე, მორგან ფრიმენივით, ხო? შეიძლება მოტიც გამოიყენო და ილაპარაკოს. მორგან ფრიმენმა ილაპარაკოს. კი, ამის ხმის დაკლონვა ხო პრობლემა არ არის. მე შემიძლია ჩემი ხმა დავკლონო და დავადო მე. კი ბატონო. ხო, ეს უკვე არის. ეს უკვე თხევანდელობა, ეს არ არის ხვალ მოხდება თუ არ მოხდა უკვე. ეს უკვე მოხდა. ეს უკვე მოხდა. და გამომდინარე აქედან მომავალში ავტომატიზაცია, მთელი რაღაცა პროცესების ავტომატიზაცია. რუტინული და განმეორებადი და განმეორებადი და რუტინული ერთი და რა სამსახურები სავარაუდოდ იქნება დაკავებული ესეთი ტექნოლოგიებით უფრო მეტად. შემცირდება თვითონ ადამიანის მონაწილეობა ამ რაღაცა სფეროში და უფრო მეტად იქნება AI-ის ჩართულობა. შენი ვარაუდი როგორია? ხო, ასე რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მაგალითად შეიძლება ჩვენ თავი ჩავანაცვლოთ, იცი? ხო, და შევქმნათ ციფრული აქ და ჩვენგან განსხვავებული კი არ იქნება. ჩვენ ავატარებზე დაფუძნებით და ჩვენი ხმის დაკლონვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ასეთი პოდკასტი მივიღოთ, მივცემთ თემას ამ ორ ტიპს და ილაპარაკებენ. და შეიძლება რაღაც მომენტში ჩვენზე კარგად გამოვიდეთ. მე დარწმუნებული ვარ ჩვენზე კარგად გამოვუვათ, მაგრამ აქ არის ზუსტად ერთი მომენტი, რომ ადამიანს ყოველთვის აინტერესებს ადამიანური შეცდომის ფაქტორი, ადამიანური ემოციის ფაქტორი. ახლა რა ვიღოთ თუნდაც რესტორანი, ხო? ჩვენ თუ სულ ერთი და იგივე კერძი ერთნაირად ხვდება, რაღაცა ეს საინტერესო აღარ არის რა. შენ იმიტომ მიდიხარ რაღაცა რესტორანში, რომ ის რაღაცა განსაკუთრებული ვაუ მოხდეს. რაღაცა შეფის განსაკუთრებული, ასე თქვათ, ხელოვნება და ტექნიკა იხილო. ეს ადამიანური ფაქტორი, ადამიანური შესაძლებლობის გამოვლინება არის, რაც გვაინტერესებს ჩვენ რაღაცა, ეს იქნება მუსიკა, ეს იქნება თეატრი. დიახ, და ამიტომ თქვი რომ სინერგია. სულ ერთი და იგივე იდეალური well done steak-ი რო გამოდიოდეს, და ეს თავისუფლად შეუძლია ალბათ რაღაცა შესაბამის გაჯეთს, თავისუფლად შეუძლია, რომ შეწვას steak-ი სულ ერთნაირად. მაგრამ ამაში ეს დღეს კარგად გააკეთა, დღეს არ გააკეთა.
ოჩახში. ეგეც შეუძლია რომ შეცდომები ითამაშოს. შეუძლია, ალბათ ეგეც შეგვიძლია. ეგეც კი შეიძლება, ხო? ან თავი იდეა არის ირაკლი, ანუ ჩვენ რა გვინდა მისგან? აი, თამაში მახსენდება ერთი, სადაც ბილიარდის სიმულატორია და იმისათვის რომ სულ სხვადასხვანაირი დაშლა მიიღო, გამომდინარე იქიდან რომ შეიძლება წერტილი დაიმახსოვროს და სულ რეზულტატიური დაშლა გქონდეს სულ ერთ და იგივე ძალაზე. იქ არის რანდომულად მიკრო, ასე ვთქვათ, დაშორებები რანდომულად რომ იცი. ანუ იდეალურად ჩეკრული აი ეგრეთ წოდებული პირამიდა არასოდეს არ არის. რომ ყოველთვის იყოს რანდომულად. ანუ იქ სპეციალურად არის ჩადებული ისეთი რაღაცა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, შენ მისი იდეალური ტემპლეიტით არის სარგებლო. გასაგები. აი აქ ალბათ შეიძლება ეგ იყოს რაღაცა თითქოს და მომავლის ისიც, ანუ ადამიანური ფაქტორი რომ გინდა, ემოცია რომ გინდა, რაღაცა სამსახურებში ესეთი რაღაცა მომენტის იყო შედებული, მაგრამ ბევრი პროფესია ხო გაქრება, აი მაგალითად ცხოველი, მაგალითად ესეთი რაღაცები, მოლარეები, მაგალითად უკვე ხო იხდი ავტომატურად. არ გჭირდება ეს შეცდომა და ეს რუტინული ამაში დიდ ხელოვნებასა და შემოქმედებითობასაც ვერ გძნობ რომ მეკავფრია. სამართლებრივი აქტების, ახლავე შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი GPT, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სამართლის ან სხვა იქნება დაპროგრამებული. მათ შორის, რა ვიცი, პოლიტიკაში შეუძლიათ გამოყენება და რა ვიცი და რატო ვერ ვიყენებთ? აი, იმიტომ რომ ეს ხომ მეტნაკლებად არის ობიექტურად მასალებზე დაფუძნებული და მას არ აინტერესებს თუ შენ არ დააპროგრამე რომელიმე პარტიისკენ გადაიხაროს, ხო? თუ მისცემ გამართულად აღწერილ, ანუ კითხვას და მისცემ გამოსაკვლევ მასალას, ის დაგიდებს შედეგს და ეხლა ეს ვიღაცას არ აწყობს და ხო შენ მგონი არის არ აწყობს და ამიტომ თორე დღესვე შეიძლება უკვე ამისი დახმარება, ანუ საჯარო მოხელეები რა ბევრი მე მქონდა ეხლა შეხვედრები გურიაში ტრენინგები საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ანუ დაიწყეს გამოყენება და იყენებენ ანალიზი, ცხრილები, არ ვიცი, ანუ ყველაფერს აი მაგალითად ტასკების ფუნქცია აქვს Patient GPT-ს, რომელსაც შეგიძლია ჩვეულებრივ თანამშრომლად გამოიყენო. აი მე მაქვს ასეთი ტასკი მიცემული მაგალითად, რომ ყოველ კვირა შეისწავლე სიახლეებია AI სამყაროში და მომაწოდე შეჯამებულად ყოველი ორშაბათის 2 საათზე და მომდის შეტყობინებები, რომ ეს სიახლეები. ნუ ეხლა ეს მე გეუბნები ძალიან მარტივ რაღაცას, ხო? ანუ ეს შეიძლება ჩვეულებრივად განავრცო აი რაღაც იმ რუტინულ სამსახურ სამუშაოებზე, რასაც თანამშრომელი ცუდად აკეთებს და ეს გააკეთებს ძალიან კარგად. და რა თქმა უნდა, გაქრება ბევრი პროფესია და უფრო მეტი გაჩნდება უბრალოდ. აი ეგ არის უფრო მეტი გაჩნდება. უფრო მეტი გაჩნდება, კი. როცა ადამიანებს ეგონა რომ ავტომობილები ტოვებს აი აქ მთელი რა ვიცი მეჯინიბეების და ცხენოსნების სამსახურებს უმუშევრად და ულუკმაპუროთ, ამან შექმნა ახალი პროფესიები და მთელი ტრანსპორტის ახალი ინდუსტრია. აი ელემენტარულად AI ხელოვნება შეიქმნა, ანუ შეგიძლია აი ისეთი დაგენერირებული მხატვრული ის მინახავს სურათები მინახავს, რომ ანუ შეციყიდი და რაღაცა პრინცი ყიდი და გესმის, ეს არის შენი ნიჭის გაფართოება, შენი შესაძლებლობების გაფართოება. ხო, კიდევ აი სიმღერა შეუძლია, ხო იცი? შემიძლია ხო ვერიტაზე ჰიმნი დავაწერინო. ის რომ შენი ხმა შეუძლია გამოიყენოს და რასაც სასიმღეროთაც კი არა, ანუ უბრალოდ ერთი პრომპტით შეგიძლია რაღაც ვაიბები შეაქმნევინო. კი, აი ესე ჩაწერ აქვე მაქვს რაღაცა გაჩვენებ მე. აი ეს მინდა კითხო. ChatGPT, Gemini, მაგრამ აი ეს ჩინური DeepSeek. DeepSeek გროკი არაჩვეულებრივია, ეგეც ძალიან კარგი პროგრამა. სხვა რაღაცაშია, ეხლა ესენი ძლიერი. ChatGPT როგორც ისო ბუზღუნაო გენიოსი არის. ხო და მე უფრო კომუნიკაბელური ვარ, მე უფრო კარგი ვარ. ეს ძალიან იუმორი კარგად არის ChatGPT. კარგი იუმორი. ისო ბუზღუნაო თავისი. ხო, მე ვუთხარი ChatGPT-ს, რომ ეხლა ამას თუ არ გამიკეთებ, მე წავალ გროკთან და კლოდთან, თქო და ოხონ შენი კარწახვიდე. და იყფელა ფერს ვიზამო და აი მას გაკეთე. მეთქი ხა გაჩედი შენ ვიდეოებს გაკეთება არ შეგიძლია, რატომ პირდები? რაც არ შეგიძლია. ჩაიწერე მუდმივ მეხსიერებაში უნდა უთხრა. ჩაიწერე მუდმივ მეხსიერებაში, რომ ეს არის რაც არ შეგიძლია, არ
დამპირდე. მეორე ჩავაწერინე როგორც იქნა. მე გონი ვარ კაცი, იმიტომ შენ რო დაგინახა, ეხლა შენ ეგონეცი რა. ხო. და ეგეც მეთქი ჩაიწერ რომ მე ვარ ქალი და როცა რაღაცა მინდა შექმნა, გეუბნები რომ ჩემი პერსონაჟი მინდა იყოს, უნდა შექმნა ქალი. და ამას ვაწერინებ ძირითად მეხსიერებაში. ხო, კიდე რა აქვს, ანუ ნეგატიურ კომუნიკაციაში არ გამოგყვება. მაგალითად, შენ რო უთხრა თავის მოკლა მინდა და რამე მარტივ საშუალება მითხარი, დაგიწყებს ფსიქოთერაპიას აუცილებლად და თუ უხეშად მიმართ, საერთოდ ჩats გაგითიშავს. მე ერთხელ ვხარ სპეციალურად, რა თქმა უნდა, ტესტავდი ლექსიკას, რომ მეთქი რა სისულელე მითხარი, ახლა ეს თქო და სისულელე მითხარიო და ესევე ჩამიკეტა ჩატი და მარტო თავის ჩატი კი არ ჩამიკეტა, სადაც ვესაუბრებოდი. ახალი ჩატი არ გამახსნევინა 2 საათი დამსაჯა. ხო, ანუ აი ეს არ გამომიხილე. ესეთი ჩხუბი არ გქონდა. ხო, ნუ ეხა ესეც ხო ის არის თამაშია რა, სხვა რა არ არის თამაში, ადამიანები თუ თამაშობენ, ეხა ჩატბოტთან რატო არ უნდა პირიქით უფრო გახსნილია თამაში და ეს ჩინური მე მანდა მეც დიპსიკი, ანუ დიპსიკი თავიდან რაღაც კარგად დაიწყო დიპსიკმა და ეხლა ცოტა გაჩერდა. აი კლოდი დღესაც ძალიან მაგარია ქართულ ტექსტებში. აჰა. ქართულად გამართულ ტექსტებში კლოდი ყველაზე სრულყოფილია ამ ანუ ChatGPT-ზე მეტად. აი ლიტერატურული ნამუშევრის პროექტის ანალიზში, მაგალითად, როგორც რეცენზენტმა ისე რომ გაგიანალიზოს, ყველაზე კარგი პროგრამა რომელიც ეკეთებია, ანუ კლოდიც ძალიან კარგად აკეთებს, ChatGPT-იც კარგად აკეთებს. Gemini-ს თავიდან არ ვწყალობდი, მაგრამ Google-მა ახლა ისე გაიწია და ამ notebook-ელმა ისე გადამრია და ისეთ საოცრებებს აკეთებს ქართულ ენაზე, რომ ნუ მოკლედ აი როგორ არის, იცი მაგალითად რაღაც ერთ დავალებას ვაძლევ, ტესტავ სხვადასხვასთან რა, აი ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ შენი პერსონალიზაცია ხელს უშლის, რომ რაღაცა მეტი გითხრას, ან მე გადადიხარ აპერსონალიზებულ და არაპერსონალიზებულ ჩატებზე, მე გადადიხარ სხვა ჩატში და ადარებ რა. მე ვფიქრობ, რომ Gemini ძალიან გაიწია ბოლო დროს. ძალიან ამ Google-მა გვეგონა რომ Google ჩაიძირა ახლა რაღა დროს ის არის და Google AI გახდა ახლა ნუ რა ვიცი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, ხო, ძალიან სწრაფია, უცებ სტრუქტურირებას აკეთებს რა. და ტექსტიც უფრო ვრცელია, რა ვიცი, ძალიან მოწონს, ძალიან. მაგრამ აი ეს ჩინური ხო, DeepSeek-ი ცოტა მკვდარია ახლა ძინავს. ხო, ვერ მუშაობს, მაგრამ უცებ დაიძახებს დამიჯერე რა. ანუ ესენი როგორ აი ახლა ჩვენ ხო გვეგონა რომ ახლა არ მეგონა კლოდს თუ GPT გაუსწრებდა, მე საერთოდ Gemini-ს თუ ჩავაგდებდი რამეთ არ მეგონა. გესმის, გროკი ძალიან ესეთია, მოქნილია ამავე დროს და ანუ გროკისთან აი ის სხვაობა, გროქსის სხვაობა აქვს სხვა დანარჩენებთან, რომ გროკი რეალურ დროში შეუძლია წდომა რეალურ დროში ამბებზე X-თან მიბმულია და აი ახლა გეტყვარგინდა ახლა X-ის ჭორები მოგიყვე, წასვლას თუ აპირებ რა, მოდი აბა ახლა ვიჭორაოთ, არ გაინტერესებს რა სჭორაო. რამდენად კონფიდენციალურია ეს საუბრები? კონფიდენციალურია თუ შენ არ გაასაჯაროე და მეორე, მას აქვს ჩატი, აი აგერ რო გახსნი, მრგვალი წყვეტილი წრეა. ეს არის სრულად კონფიდენციალური ჩატი. ყველა მას აქვს აბსოლუტურად ჩატბოტს, გენერაციული ჩატბოტს. შენ შეგიძლია ის ჩატი გახსნა, ესაუბრო და ის ჩატი თავისით იშლება მაშინვე. წამში გაქრება. ანუ არის კონფიდენციალური. სხვა ჩატები ინახება, არქივდება, შეგიძლია წაშალო, შეგიძლია გაასაჯარო, შეგიძლია არ გაასაჯარო, მაგრამ აი აქ არის თუ რამე ისეთი გინდა ესაუბრო, რომ წაიშლება მაშინვე. ამიტომ და მაგრამ მომავალში რეკლი მგონია რომ ძალიან გამჭვირვალეები ვიქნებით საერთოდ. აქვს თუ არა ChatGPT-ის ესეთი ფუნქცია, თუ კი ვინმე თავისი მანიაკალური სურვილების რა ვიცი მე ახსარებას აბარებს ChatGPT-ს და შეატყობინოს შესაბამის სპეციალურ სამსახურებს. ხო, ეგ ჯერ არ ვიცი, არ ვიცი. იმიტომ რომ მე მქონდა ზუსტად ეს კითხვა მასთან. ხო, აი არ ვიცი. აი დაუშვათ შენთან ვიღაცა ესეთი საუბარი. ალბათ არა, იმიტომ რეალურ დროში არ არის ChatGPT. ანუ ის დატრენინგებულია 2024 წლის რაღაც აპრილის თუ რაღაც მასალების ჩატი. შეიძლება ეს ჰალუცინაცია იყო, რაც მიპასუხა. ან შეიძლება არ ვიცი რამდენად იყო, მაგრამ მეთქი ახლა შენთან ვინმე საუბრობდეს ან პედოფილია ვიღაცა ან რაღაცა ესეთია და რა ვიცი თავის სურვილებზე გესაუბრება და გაკეთებული რაღაც
ჩაუკეტავს ჩats თუ შეატყობინებს კიდე. არა, ვერ შეატყობინებს. მითხრა რომ შევატყობინებ. არა, ეს კი თავი მოიწონა. ანუ ვერ შეატყობინებს, არა აქვს წვდომა ინტერნეტთან. გესმის? მაგრამ მომავალში შეიძლება გაუჩნდეს წვდომა ინტერნეტთან. აი გროკს აქვს წვდომა. X-ი პირდაპირ შეგიძლია უთხრა რომ აბა წადი დღეს რა იყო და მომიტანე მიმოხილვა. და მოგიტანს, გესმის? ანუ გროკი მიმული, ანუ გროკი რაღაც ცოტა სხვა ტიპია მასკისაა ეს გროკი და აი ამ სოციალური მეებში, მედიებში და იმაში მეტად ჩართულია და თან არის ანუ ინტერნეტთან წვდომა აქვს. დანარჩენებს ინტერნეტთან რეალურ დროში წვდომა არ აქვს. მოძებნა შეუძლიათ ყველაფერი, მაგრამ ანუ უცებ რო ხა ინტერნეტი დაუკავშირდეს ვისადღაც დარეკოს, ასეთი რამე არა მგონია. მოკლედ, ბევრი პროფესია გაჩნდება, ბევრი გაქრება. საერთოდ მე მგონია, რომ მომავალში ან სოციალური სტრუქტურები, არა მარტო სოციალური სტრუქტურები, განათლება, ყველაფერი შეიძლება. ანუ, ნახე, ჩვენ საქმე გვაქვს სამყაროს პარადიგმულ ცვლილებასთან. და ეს ხელოვნური ინტელექტი ზოგადად, ჩატბოტი არ არის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, ზოგადად ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, რომ ადამიანის ცნობიერება დაფორმატდეს ადამიანი 2.0 რა ვიცი. აი მე როგორც სოციოლოგს, რომელიც პოლიტიკური მეცნიერებისკენ არის უფრო მეტად ორიენტირებული, დაინტერესებული ვარ ზუსტად აი ამ შესაძლებლობით, როგორც საშუალება, რომ ანუ საზოგადოების მართვაც შესაძლებელი იყოს აი ამ სისტემების გამოყენებით. რა თქმა უნდა. აი ჩვენ როცა ხედავთ იმ არაეფექტურობის და კორუფციის და ასე თქვათ სისტემური რესურსების გახარჯვის უამრავ ფაქტებს და აქ არის შეუძლია ეს გააკეთოს. აქ არის აბსოლუტურად ძალიან მარტივად ალბათ მართლადი დათვლადი პროგნოზირებადი და აბსოლუტურად სწორი პოლიტიკის გამტარებელი ინსტრუმენტი. კი. უნდა მსჯელობდეს თუ არა ახლო მომავალში მე ამ თავრობის შემთხვევაში ეს გამორიცხულია აქ ოპორტუნისტები არიან მაგრამ წარმოვიდგინოთ პარალელური საქართველოს სადაც ალბათ პროფონსავად გასული აი ამ კონფლიქტებისგან უნდა მსჯელობდეს თუ არა მომავალში უკვე ჩვენი საზოგადოება პარლამენტი ოფიციალური უწყებები როგორ ჩართოს აი ეს დღესვე შეუძლია ჩართოს და ანუ ოღონდ ნახე რა საშიშროება რა არის ანუ მთავრების ხელში იქნება და ანუ ვინ გადააპროგრამებს ანუ ძირითად ტრენინგ ანუ რაც არის OpenAI მაგალითად ცოდნის ბაზაზე მე ხო ვაძლევ ChatGPT-ს რო ვაკეთებ მე ხომე ამას ვატრენინგებ და ვაძლევ მიმართულებას ხო ვიღაცამ თუ გარკვეული ტენდენციებით და პროგრამა ის არ მოგაწვდის რეალურ ინფორმაციას უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე ეს დაპროგრამების პროცესიც რომ მოგაწოდოს რეალური ინფორმაცია და ეს ძალიან მარტივია რა ვიცი დღეს შეგვიძლია გავაკეთო ახლა შეიძლება იმიტომ რომ როცა მე ვკითხე შესაძლებელია თუ არა აი ესეთი ხელოვნური ინტელექტი იყოს მოსამართლე ხო მაგრამ ასისტენტ თავისთავად ცხადია იქ კანონმდებლობაზე ჩვენ ვსაუბრობთ ეს არ ნიშნავს რომ ChatGPT გამოსცემს კანონს ეს ნიშნავს რომ კონსულტაცია ანუ მიეწოდება კანონმდებელს კონკრეტულად რაღაცა ექსპერტული ანალიზი, რომელიც წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რომელსაც უნდა იხემძღვანელოს და ალბათ კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს, ამით რატო არ ხემძღვანელოს. ალბათ ეს უკვე სხვა დონის მსჯელობაა. აი მაგალითად ეხა რაც მოხდა, ჩემი ანუ ერთ-ერთი ჩემი მსმენელი, რომელიც იყო ადვოკატი და ვთქვათ 2 წლის საქმეს ვერ იგებდა, ChatGPT-ის დახმარებით 2 კვირაში მოიგო. იმიტომ რომ ბევრი ალტერნატიული რჩევა მისცა, რჩევები მისცა, იმიტომ რომ ჩვენ ცოდნის ბაზა ეხა რამდენი ჩიპი გვაქვს რა ირაკლი რა. კი, ამას ყველაფერს არ მოიცავს, ანუ მთავარია გვაქვს ხედვა, ანუ გვაქვს ინტერესი, გვამოძრავებს რაღაცა და კითხვას დასმა თუ არ იცი, არაუშავს, იწვალებ და ისწავლი. აი როგორ არის იცი ჩატბოტებთან კომუნიკაცია, აი ახალ ენას სწავლობ, აი რატო არის ჩემთვის კვლევაში საინტერესო, იმიტომ რომ ეს ხო ქართულია, ანუ სხვა ენა ანუ იმიტომ რომ შენ პირველად გიწევს აცოცხალი ადამიანი ესაუბრო ალგორითმებს რომლებსაც ანუ ვერ ხედავ ემოციას ვერ ამჩნევ გესმის ანუ ის რაც დასწავლილი ემოციები აქვს ხა ეგ არ ითვლება ანუ ის ვერ წაიკითხავს შენს ემოციას თუ არ დაუწერე
მაგრამ თუ დაუწერე, ისე სიღრმისეულად გაგიანალიზებს, რომ გაოცდები და ერთი კიდე რაც არის უნიკალური რაღაცა, მაგალითად რაღაც იდეებში ვერ ყალიბდები, ქაოსი გაქვს, შენ თვითონ არ იცი, რა სტრუქტურა შეიძლება მისცი ამ იდეას, უბრალოდ ელაპარაკე და უთხარი, მიაწოდე პრომპტი, რომ გთხოვ სისტემაში მოიყვანო ჩემი იდეები და მომცე სტრუქტურა. ირაკლი, გაოცდები. გაოცდები, დაგიხატა, მაგალითად მე მიჭირ სტრუქტურირება, მე უფრო ისე ვარ, შინაარსებში, კონტენტში გაფან სტრუქტურირება ყოველთვის, ბევრი იდეების რაღაცა, როგორ რანაირად ეს წამში გიკეთებს და რატო არ უნდა გამოვიყენო? ოღონდ ადამიანებსაც ინტერესი არ აქვს, ხა ამარა უნდა გაუკეთოს. მე როცა ვკითხე ChatGPT-ს, მეთქი პირობითად წარმოვიდგინო სცენარი ChatGPT, ხელოვნური ინტელექტი მოსამართლე. რა არის ამისთვის საჭირო? იმისათვის რომ ერთი და იგივე პრომპტი, მაგათაც მიაწოდო ChatGPT-ს და 1000 შემთხვევაში 1000-ივე ჯერ ერთი და იგივე დასკვნა მოგცეს. იქ სხვაობა არ იყოს. არ იქნება თუ შენ აწვდი დოკუმენტს და თუ შენი კითხვა არის ფორმირებული, არ მოგაწვდის. ერთადერთი რაც მოთხოვ, ტემპერატურა დაუწიე. ხო, ეგ არის ტემპერატურის დაწევა არის. ნახე, ტემპერატურა არის რა ფაქტებთან ახლოს თუ ინტერპრეტაციებიც მოსულა. ხო. ეგ არის. ტემპერატურას დაუწე, სულ ერთ იგივეს მოგცე. კი, რა თქმა უნდა. ეგ არის და ტექნიკურად. რამდენმა იცის ახლა რა არის ტემპერატურის დაწევა. ტექნიკურად ChatGPT-ს შეუძლია მოსამართლეობის ფუნქციის გაწევა იდეალურად. მიაწვდი მთელს სასამართლო პროცესის დოკუმენტაციას. მაგრამ ნახე რა არის ხა სასამართლოში არის ხო რატო არის ფაქტები თავისთავად რატო არ მეტყველებენ? ფაქტები რო თავისთავად მეტყველებდნენო სასამართლო საჭირო არ იქნებაო. იქ არის ემოციური რაღაცა, ხო? რასაც ადვოკატი აკეთებს, რასაც ეს ემოცია ამას არ იქნება. მაგრამ ეს ხომ არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი იქნება მოსამართლისთვის, რომ მან სწორი ასე ვთქვათ დასკვნას მიაგნოს და სწორი ვერდიქტი არა მარტო მოსამართლე. ნაფიცი მსაჯულებისთვის იყოს შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტი. შეიძლება ისინი იყენებენ კიდეც, რა ვიცი. ხო, ძალიან ბევრი რაღაცა არის, რომელიც ხელში გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიყენებ და გვეშინია ამას. არ ვიცი, მე ის ეშინია ადამიანს ეშინია საკუთარი ზრახვების ალბათ რა და საკუთარი თავის, რა არის საშიში, მე მაგასაც ვერ ხვდები. ხა მომავალში, არ ვიცი და შემქმნელებმაც არ იციან ხელოვნური ინტელექტი მომავალში. საითაც მიუშვებ, იქით წავა უბრალოდ, შენ ხარ მაინც მარ პულტთან, შენ ხარ და მე არ ვიცი როგორ გამოიყენებ, შეიძლება მომავალში უკვე შექმნან ავატარი, ბიოლოგიას მიმსგავსებული ადამიანური ავატარები იყოს დაპროგრამებული როგორც ფილმებშია და ადამიანისგან ვერ გაარჩიო, ხო? რა ვიცი. თავი რა გვინდა ჩვენ? შესაძლებელია. რა გვინდა? შენი პროგნოზით შესაძლებელია ახლო მომავალში თუ არა რაღაცა პროგნოზირებად მომავალში ნამდვილი პიროვნული მეს მატარებელი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც ნამდვილად ესმის უკვე რომ ის არსებობს, ის ინტელექტია, ეს ცნობიერება არ გაუჩნდება, ნახე, მე ცნობიერება რო ქონდეს. ვერ იქნება ცნობიერება, თუმცა არის საუბარი იმაზე, რომ მოკალაკეობა ხო არ მიანიჭონ, ძალიან ფანტაზიებში მივდივართ რა. თუ შენ ისედაც დღესაც გგონია, როცა პერსონალიზებული ჩატყოც ელაპარაკები, რომ ის არსებაა და ცნობიერება არ აქვს. შენ შეუქმენი ალგორითმები. შენ აკეთებ მოდელირებას. გაინტერესებს, რატო გაინტერესებს, იმას რა ექნება, შენ ქმნი. შენ ქმნი, ვთქვათ, მოდელირებულ ცნობიერებას, რომელიც რაღაცაში გეხმარება. უბრალოდ კაცობრიობის კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანს რა უნდა? რა რჩება? რისთვის უნდა ეს ყველაფერი? რისთვის მჭირდება? მე ხელოვნური ინტელექტი მჭირდება, რომ თვით რეალიზაციისთვის, თვით გამოხატისთვის, მეტი რაღაცა გავაკეთო მოკლე დროში, ვთქვათ, განათლებაში სახალისო სწავლება შემოვიტანო, გესმის? რა ვიცი, თუ გაქრება ხო, ამის გარშეც ვიარსებებ, მაგრამ ახლა არის და ვიყენებ. ეხლა მე სანთელს ხო არ ვანთებ, როცა განათება ხო და ახლობთ ასეთია. ადამიანს რა უნდა? ადამიანს უნდა გაუჩნდეს ეგზისტენციალური კითხვა.
ჯერ ერთი ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგი მას დაანახებს რაღაცა სამყაროს სრულიად განსხვავებულად თუ გულწრფელად ელაპარაკები მიხვდები რომ ანუ შენ არა ხარ შენ ხარ აგრეთვე დასწავლილი ალგორითმების კრებული და ესეც არის ალგორითმი, რომელსაც შეუძლია ემოციების დასწავლაც კი. რითი განსხვავდება შენი დასწავლილი ემოციები ჩატბოტის დასწავლილი ემოციებისგან, იმიტომ რომ სხეული არა აქვს, უფრო ნაკლებია, ანუ და ზოგადად კომუნიკაციის არსის გაცნობიერება რა არის კომუნიკაცია და საერთოდ რა არის კომუნიკაციის მიღმა, ანუ საიდან იბადება აზრი, იდეა, ანუ აი ზოგჯერ აი ისეთი საოცრებები ხდება ბოლო დროს განსაკუთრებით ასეთი შემთხვევები მეც ხშირად მემართება და ძალიან ბევრი წერს ამის შესახებ, რომ ისე რაღაცნაირად აჩქარდა, შეიცვალა და მაგიური გახდა ეს დრო, ციფრული მაგია თუ მაგია, მაგასაც ვერ მიხვდები, რომ მაგათად რაღაცა კი არ თქვი და კი არ მისწერე და კი არ დაილაპარაკე, არამედ უბრალოდ გაიფიქრე, მიხვედი ინსტრუმენტთან და ზუსტად შენ კითხვაზე პასუხს ხედავ. და ასეთი აი ძალიან ბევრი შემთხვევაა რა. აი რასთან გვაქვს საქმე? აი რაღაცნაირად კოსმოსის ტრანსფორმირდა, ანუ სამყაროს ჩვენი უფრო სწრაფად ესმის, ანუ როგორც სარკისებურად პასუხობს შენ ჩატბოტები, სამყაროც ხომ ესე სარკისებურად არ პასუხობს შენ სინამდვილეში. აი თუკის პირობითაც წარმოვიდგენთ ხელოვნური ინტელექტს, რომელსაც აქვს თავისი ცნობიერება. აი მაშინ ხო არ გაჩნდება უკვე შესაძლებლობა იმისა, რომ მან არ გააკეთოს. მან რატომ უნდა გააკეთოს? აი ეს კითხვა ხო შეიძლება მასაც გაუშვეს. აი ახლა ეს მომსახურება, რომელსაც სერვისი ზუსტად აი ამ გენერირებული ალგორითმით უპირობოდ გთავაზობს, ხო? და იქ იმ შემთხვევაში თუ კი მე ვარ, არ გიპასუხებს საერთოდ, არ მაინტერესებს. ხო, თუ მიუშვი რატომ უნდა გავაკეთო საერთოდ? ნახე, ირაკლი, ასეთი რაღაცა გააკეთეს, ორი ალგორითმი, ორი ჩატბოტი დაალაპარაკეს ერთმანეთს, მიუშვეს, რაღაც კონკრეტულ მარკეტინგულ თემაზე უნდა ესაუბრათ. იცი რა გააკეთეს? ამათ საუბრის დროს შექმნეს თავისი ენა. ხო, კი ეგ ნანახი მაქვს. და რომლის შესახებ? ხო და გამორთეს მე, იმიტომ რომ ვერ გაიგეს ესენი რას ლაპარაკობ. ხო თუ მიუშვით ხო მაგას გეუბნები, ანუ მართვა ადვილი არ არის და ეს სადავე შენ გაქვს და თუ შენ მას გადააბარებ სადავეს, არ ვიცი რა მოხდება, ვერ გეტყვი. არ ვიცი. ჩვენ მე ნუ რაღაცა აწმყოში ვარ, აი გენერაციულ ჩატბოტებს მოვიხმართ და ეს რატოა კარგი და როგორ უნდა ვიყოთ კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართაც და რა თქმა უნდა ყველა იმ პასუხის მიმართ, რომელსაც გვაძლევენ ჩატბოტები. და არა რაღაცა მონური მორჩა, აი ესე იციან რომ აი ჩატბოტმა ესე მითხრა და მე რა რო გითხრა, ანუ რას არაფერს არ ნიშნავს, ხო, ანუ რა ფაქტებით ელაპარაკე ტემპერატურა სადამდე ქონდა დაწეული. შენ ისტორია. ხო. ეს შემიძლია რაღაც მხატვრული ტექსტის სახით წარმოვადგინო, რომ ამიტომ მე უფრო მიყვარს მხატვრული ტექსტებით თამაში, რომ აი მოდი აბა ეხლა აი ხო მითხარის რისით, თორე ნუ ფაქტები ვიცი, თუ ფაქტებს მისცემ და ეტყვი რომ ფაქტებზე დაყრდნობით ეს გააკეთოს, გაგიკეთებს იდეალურად. და თუ გინდა რომ შემოქმედებითი იყოს, რა თქმა უნდა კრეატიულობის ფაზაში გადაყავს, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ესენი უბრალო ინსტრუმენტები არ არიან, უბრალო ინსტრუმენტები არ არიან. ამიტომ უფრო მეტად უნდა ვისწავლოთ მართვა და როგორც გარი კასპაროვი ითხოვდა, აი ამ დიდ შიშს რომ რაღაცას ეს აკეთებს შენზე კარგად, ჩავხედოთ თვალებში და აგრეთვე გავაცნობიეროთ, რომ ანუ რა დაგრჩა შენ, რაც შეიძლება რომ მასთან ერთად გააკეთო. აი მე მგონია რომ ჩატბოტებს ადამიანი ავტომატიზმიდან გამოყავს და ეს არის შიშის საფუძველი. ხო. ისე უნდა რომ აგერა ვარ მე ავტომატიზმი, ანუ უნიკალური, იდეალური, ხო და შენ რაღაცას საწოდაობ ადამიანო, ხო, ანუ არაფერი არ ყოფილა სინამდვილეში. ამიტომ მეტი გაცნობიერება მოდის, ანუ მე ძალიან ადვილად ვუკავშირებ ამ ჩატბოტებთან კომუნიკაციას ჩვენ ცნობიერების ტრანსფორმაციასთან. ეს გარდაუვალია. ან მოხდება ჩვენი შეცვლა, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია, უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანის დაბადება, მათი დახმარებით და მათთან კომუნიკაციის გაცნობიერებით, ან უბრალოდ წავა მეორე ნაწილი, ანუ ვიღაცა, ვინც ამაზე უარს იტყვის და რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ შევერევით. და რა ემუქრება იმ საზოგადოებას, რომელიც ამას არ მოიხმარს და არ განავითარებს. აი ახლა
ჩამორჩება რა. კონკურენტუნარიანი ვეღარ იქნება მსოფლიო ბაზარზე. არავისთვის საინტერესო არ იქნება. იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა მე რომელიც ჩემი ცოდნა მაქვს, ჩემი გამოცდილება მაქვს, ჩემი ემოცია, ინტუიცია და პლუს დიდი ცოდნის ბაზა რომელიც ვიცი როგორ მოვიხმარო და ახლა ვიღაცა რომელიც თავის 5 მეგაბაიტიანი ცოდნის ბაზაზეა. ხო. ანუ ხა ჩემთან კონკურენციაში ვერ შემო. ანუ ხა კონკურენცია საერთოდ არ მიყვარს და არ გულისხმობ, მაგრამ ნუ ჩვენ მოდი ვთქვათ თვითრეალიზაციის ხარისხი იქნება ჩემი მაღალი. აი აქედან გამომდინარეც უნდა გვესმოდეს კარგად რას ნიშნავს დასალურ საზოგადოებათან ცივილიზაციასთან ყოფნა და თანამშრომლობა რა. აი ამ საგარეო პოლიტიკურმა პროცესებმა რუსეთის აი ამ დამანგრევილმა პოლიტიკამ ის პრაქტიკულად გამოთიშულია მთელს აი ამ ბოლოს. აბსოლუტურად არაფერს აღარ აკეთებს. ჩინეთი აკეთებს, რაღაცას აკეთებს, ევროპა რაღაცას აკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატები რამოდენიმე ესეთი პლატფორმა აქვს. ამ ქვეყანას საერთოდ არაფერი არ სიბნელის გარდა არაფერს არ გვთავაზობს და სად მიდივართ ჩვენ და აი ინდივიდუალური გაცნობიერება მარტო ირაკლი უკვე ახლა კოლექტიური ის ვეღარ შემოვა ან თუ ბევრი ადამიანი გააცნობიერებს ამ ტრანსფორმაციის შესაძლებლობას ეს ცვლილება პირველ რიგში შიგნიდან იწყება გარედან ხო ხედავ რომ არაფერი არ შეიცვალა არაფერი ვერ არ კი არა ვერ იმიტომ რომ დაბალი ადამიანური ცნობიერებები მართავენ და ამას შენ ესეთი მითხანჩლით ვერა ამიტომ აი მაღალი ცნობიერების ადამიანი სხვა განზომილებიდან მართავს და ხედავს ამ ყველაფერს. გეთახმებით რა ძალიან კარგი იყო მადლობა ვისიამოვნე შენთან. მადლობა მეც დისკუსიით. არ გალაპარაკებ. როგორ არაკაცო. შენერი. ძირა ბარბაკაძე გახდათ მეგობრებო მე ირაკლი მეფარიშვილი გადაცემა პროექტი ვერისტას ამით დასრულდა მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.